მაშინ როცა საქართველო წითლდებოდა და ჩვენი ქვეყნის ისტორია სისხლისფრად იმდროინდელ გმირებზე იწერებოდა, საბეჭდ მანქანაზე ასეულობით ფურცელი იბეჭდებოდა, ვითომდა ხალხის მტრის შესახებ. 1956 წელს მორგი ეშელონი ყაზახეთისკენ გაემგზავრა. მატარებელი უამრავ გამოჩენილ პატრიოტ, განათლებულ ქართულს მიაქროლებდა ყაზახური უდაბნოსაკენ. კითხვა, რატომ, რისთვის ტრადიციულად უპასუხო იყო. ისევ დახვრეტები, გადასახლებები, ქონების კონფისკაცია, შემშილი, ტანჯვა და ისევ რეაბილიტაციის ცნობა ყველაზე სარკაზმული ფურცელი კომუნისტურ რეჟიმში, ნუგეშის ნაცვლად დაცინვისა და არაფრად ჩაგდების განცდა უდანაშაულო ადამიანებში. როცა შემზარავი 1937 წელი დადგა და ამ წლის განმავლობაში უბრალოდ ტყუის გასროლას ვერ აუვიდნენ კომუნისტები. დახვრეტები მომდევნო წელსაც გაგრძელდა. სწორედ ამ ტალღას შეეწირა სულ რაღაც 1 წლის გუგა გორგილაძის მამა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით. ის ჭიათურის მარგანეცის გამომდიდრებელ ქარხანაში მუშაობდა. გუგას დედა ჭიტო კალანდაძე ექიმი გახლდათ. მაშინ ახალგაზრდა ქალი ორსულად იყო მეორე შვილზე. მარტოს დარჩენილს რეჟიმი შეეშინდა. თავისა და შვილების გადასარჩენად თბილისში ჩამოვიდა. დაიჭირეს მამა და დედა ორივე ბავშვით წამოვიდა თბილისში დასთან. და სულ ეშინოდა, რომ ძალიან ბევრი ქალები, ცოლები დაიჭირეს. მართალია, არავინ იცოდა, რატომ არ მოვიდათ თვალში კომუნისტებს გუგას მამა, მაგრამ კითხვას ვერავინ სვამდა. ზედმეტ ყურადღებას ვერავინ მიიქცევდა, რათა იგივე გზას თვითონაც რომ არ გაყოლოდნენ. ამიტომ ჩუმად თავისთვის იმედს იტოვებდა ახალგაზრდა ექიმი ქალი, რომ მეუღლე ცოცხალი ჰყავდა. არავინაც ცნობა მისი სიკვდილი მანამ სანამ დამცინავი ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის ცნობა არ მიიღო. ბიძა, ესე იგი მამის ძმა, მიაღწია, შეაღწია იქ და ნახა, რომ ფონიჭალაში იქნა დახვრეტელი. მე მამა არ მახსოვს. ჩვენ მამაზე საუბარი არ ვქონდა. კითხვა პასუხის გარეშე ცხოვრება მიდიოდა გორგილაძეების ოჯახში. გუგა მეხუთე ქალთა სკოლაში სწავლობდა, მისი ძმა გოგი მეშვიდე ვაჟთა სკოლაში. დედას ჭიტო კალანდაძეს მთავარ ექიმად უშვებდნენ სანატორიუმში. ასე გავიდა 3 წელი, მერე ისევ დაღამებულ საქართველოში კარზე ტროიკის კაკუნი, მომავლის შიში, საიდუმლო მისამართისკენ მიმავალი მატარებელი და უდაბნოს მდოგვისფერ ქვიშაზე გატარებული წლები. 51 წელს შობის დღეს 25 დეკემბერს ატყდა ფანჯარაზე კარებზე ბრა კაკუნი და დედა ჩემი იყო უფროსი, შეგვეშინდა. დედა მაშინათვე დაიწყო ბარგის ჩალაგება, იმიტომ რომ დარწმუნებული იყო, რომ მეუღლის გამო ასახლებდა. დედა ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, ქუთაისის ინსტიტუტშიც და ცუდი სიზმარი ვნახეო და არ უნდა ჩამოსულიყო და ჩამოვიდა სწორედ იმ ღამეს. აი ეს მახსოვს რა თქვა. ახლად გამომცხვარ რეპრესიას უფრო დიდი კითხვის ნიშანი გაუჩნდა. რატომ ასახლებდნენ საკუთარი ქვეყნიდან გორგილაძეების დედის სანათესაოს? რა კავშირი ჰქონდა ჭიტოს მეუღლის დახვრეტას მის ნათესავებთან? კითხვები მაშინ გაჩნდა, როცა ტროიკიდან ერთ-ერთმა გადასახლებისთვის წინასწარ შეთხზული ნუსხა წაიკითხა. გულნარა ჟღენდი, ევგენია კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, ქეთევან კალანდაძე, გულნარი გორგილაძე, გივი გორგილაძე, ჭიტოს დედა, და-ძმა და მისი შვილები მთელი ოჯახი კომუნისტებისთვის მეუღებელი აღმოჩნდა. გუგას კარგად ახსოვს ჩეკისტის მიერ დასმული კითხვა, ბავშვები ვინ არიანო? როცა გაიგო, რომ პატარები ჭიტოს შვილები იყვნენ, მათი მეზობელთან დატოვება შესთავაზა. დედამ იუარა. ჯერ კიდევ შუაღამისას ბარგს ცრემლებით ამზადებდნენ წასასვლელად. სად და რამდენი ხნით არავინ იცოდა. ჯერ კიდე არ იყო გათენებული, მანქანაზე დააქვსვეს და ძაღლი გვყავდა ბობიკა და მოგზდევდა სულ მთელი გზა მელიქიშვილის ქუჩამდე ყეფვა-ყეფვით. მელიქიშვილის ქუჩაზე დავინახეთ კიდე რამდენიმე ჩვენაირი მანქანები. მე მივედით ნავთლუღის სადგურში. ორი ეშალონი იდგა, მარჯვნივ, მარცხნივ და ჩვენ ვიყავით წინ ჩამწკრივებული მანქანებით ვიდექით. ისევ ნავთლუღის სადგური, უიმედო თვალებიდან დაღრული ცრემლი, გადასახლების მოლოდინში მყოფი ქართველები და მათი გამცილებლები. ხალხით სავსე სადგური და შიშის გამო ტირანიის წინააღმდეგ მდუმარე პროტესტი. ბავშვები, მოხუცები, ქალები, მამაკაცები. დიდი და პატარა ოჯახები, ვაგონებში გამომწყდეული საბჭოთისთვის მეუღებელი ადამიანები, მატარებელი დაიძრა. მახსოვს ჯავახიშვილების დედა ეს თამარ ივერის, ესე იგი ბებია. ისე მახსოვს იცით, ესე იყო თმა გაწეწილი და
სულ ყიროდა ორი ბიჭით იყო, ავთო და იაზონი. იაზონი ჩემხელა იყო, ერთ კლასში ვიყავით მერე. ცინცაძეების ოჯახი იყო და სულ მე რამდენიმე თვის ბავშვი ეჭირათ ხელში და მატარებელი რო დაიძრა, ვიღაცას გადაოგდეს ეს ბავშვი და ბარათით რომ მივუყვანით ნათესავებსო. დღეებს ღამეები ცვლიდნენ. უცვლელი მხოლოდ მატარებლის გუგუნი, ცრემლი და დარდი იყო. ასე შეხვდნენ ქართველები ახალ წელს მატარებელში. მათ არავინ ეუბნებოდა კომუნისტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სადინება ბელადმა ასეულობით ადამიანის გადასახლება. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქალი მიხვდა თუ სად მიაქანებდა მათ მატარებელი. დედაჩემი ისტორიკოსი, გეოგრაფისტი იყო. არ ვიცი ახლა რუქა საიდან ქოდა და სულ უყურებდა და 1-2-3 დღის შემდეგ, მოგზაურობის შემდეგ დაიყვირა, რომ ჩვენ მივდივართ ყიზიყუმის უდაბნოში, შემოუვარეთ კასპიის ზღვას. მაშინ ესე იგი ყიზიყუმის და ყარაყუმის უდაბნოების ათვისება იყო. ორი კვირის შემდეგ ისევ სადგური, ოღონდ არანაცნობი. ისევ ხალხი, ოღონდ არა ქართველები. ჩრდილოეთ ყაზახეთში გაიგეს კალანდაძეებმა მათი გადასახლების მიზეზი, რომელიც ერთნაირად სევდისა და სიხარულის მონგრელი იყო. აქტიუბინსკში რო ჩამოვედით, ახლა ყველა საუბრობს, გავიგეთ, ესე იგი მარგო მუჯირი, ძმის გამო, მერე ბებიაჩემი, დეიდაჩემი გახარებულები, რომ შვილი ყავთ ცოცხალი. მანამდე არც იცოდნენ. წასული კი დეიდაჩემა დაეხმარა, თორმე მე დავეხმარეო. 28 წელში წავიდა, აქ დამთავრებული ქონდა უნივერსიტეტი და იქაც სასწავლებლად. გუგას ბიძა თემურ კალანდაძე რადიო თავისუფლების ხმაში მუშაობდა. იგი არ ცდილობდა ოჯახთან კონტაქტს თუ კომუნისტების გაფართოებულ თვალებს მისი წერილები არ გამორჩენია რთული სათქმელია. თემურ კალანდაძე არ წყალობდა კომუნისტურ რეჟიმს, ის მკაცრად აკრიტიკებდა ლენინიზმსა და სტალინიზმს. მათ ეგრეთ წოდებულ მოძრაობებში ნათლად ხედავდა რუსეთის იმპერიალისტურ მხარვეზებსა და მოტყუებულ არც თუ გამჭრიახი გონების ქართველებს, ვინც აიტაცა წითლების ლოზუნგები. ლენინს სჭირდებოდა მორჩილი ძალა, მისი ბრძანებების უსიტყვო აღმასრულებელი, რომელსაც თავის ჭკუაგონებით არ შეეძლო მოქმედება. ამიტომ მას გაწვრთნილი და დაჭერილი პირუტყვი სჭირდებოდა. მას უნდა მოემზადებინა ამისთვის ნიადაგი, საზოგადოების გათიშვა და ერთი მეორეზე დატაკება, ანარქიისა და არეულობის შექმნა. ამ შემთხვევაში მას ისეთივე ლოზუნგები ჰქონდა, როგორიც რუსეთში: ქარხნები მუშებს, მიწები გლეხებს. ჯერ კიდევ გზაში მყოფი ქართველები ისევ სატვირთო მანქანებზე აღმოჩნდნენ. ეს ბოლო მგზავრობა უნდა ყოფილიყო უდაბნომდე. გუგას კარგად ახსოვს გაუცებული დედის შეძახილები თითოეული ნაცნობი გადასახლებულის აღმოჩენისას. კარგად ახსოვს ბერძენი ეროვნების ბიჭის გამოცდილი დახმარების ხელი. გათენებისას მერე დეიდა ყვებოდა, რომ უცებ ჩვენ მანქანას შემოახტა ვიღაც გამიერკვა ბერძენი. და მძღოლს უთხრა, რომ მე ვიცი სად უნდა წავიყვანო ესენი, მიგვიყანა თვითონ სადაც ცხოვრობდა. მიწის ზევით იყო სახლი. რისგან იყო აშენებული, არ ვიცი, ტალახისგან თუ რისგან, მაგრამ სახლი იყო. ჯერ ისევ გაუგნებულებს უარესი ელოდათ. სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე გამოცხადებულებს უთხრეს, რომ თითოეული მათგანი სამშობლოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. მათ ოქმებში სამუდამო გადასახლება ეწერათ. ყაზახური სიცხე, საყოველთაოდ ცნობილი უდაბნოს პრობლემები, უწყლო ეკლიანი ბამბის პლანტაციები, მიწურები და ერთადერთი იმედის ნაბერძგალი, ამანეთები საქართველოდან. ეს ყაზახური ყოველდღიურობა იყო. გარემოს მავნე ზემოქმედებამ თუ უსამართლობისა და დამცირების განცდამ მოზრდილ კივიზე ცუდად იმოქმედა. ერთხელაც ავად გახდა და დედას კითხა, ხომ არ მოგვდებიო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, ჩიტო ექიმს ბრძოლა კიდევ ერთხელ და სხვანაირად დაიწყო. ბელადის სიკვდილის შესახებ ცნობამ ყაზახეთში ჩააღწია. ხალხის ნაწილს ვერ გაიგო, რა ბედი ეწეოდათ, ნაწილი კი ზეიმობდა. მიხვდნენ, რომ სტალინთან ერთად რეჟიმი წკდებოდა. ბებიაჩები ყველანი ყვიროდნენ, რომ აი გვეშველა უკვე ახლა წავალთ. და მერე წერილებიც მოდიოდნენ, რომ მალე წამოხვალთ. მადლიერმა მაღალჩინოსანმა პაციენტმა ჩიტო ექიმს გუგას ყალბი პასპორტი მოუმზადა. გოგონა საქართველოში ჩამოფრინდა მამისეულ სახლში, თბილისში. მათ კუთვნილ სახლში პროკურორი ბიძადა ცხოვრობდა. თუმცა სახლი იქამდე დაცალა, სანამ შორეული გადასახლებიდან მისი თანამემამულეები ჩამოვიდოდნენ. ოჯახიც მალე დაუბრუნდა სამშობლოს. ჩიტო ექიმიც უკვე მერამდენად იწყებდა ბრძოლას. გუგა და გივი გორგილაძეები გაიზარდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გუგა დაოჯახდა. გივიმ თავი მეცნიერებას მეუწყნა და ახლა ეს ცნობილი მეცნიერი თავისი მიღწევების შედეგებს იმკის.
ბედის ირონიითა თუ გამიზნულად გივი რუსეთში მოღვაწეობს. მან დაუმტკიცა იმპერიალისტურ ქვეყანას, რომ ის ღირსეული ქართველია. მიუხედავად მოსკოვური ცხოვრებისა და კარიერისა, გივი გულანთებული ქართველია. მეცნიერი გორგილაძე არც ღია წერილების გამოქვეყნებას მორიდებია დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ და არც კოსმოსში დავიწყებია ქართული დროშის ფრიალი. ამ პატრიოტულმა ოჯახმა ცხოვრება ღირსეულად გააგრძელა. მათ ქედი არასდროს მოუხრიათ კომუნისტური პარტიის, კომკავშირის, დიდი რუსეთისა და ბელადის წინაშე. ჩემი ძმა მაგალითად კომკავშირელი არ იყო, პარტიული არ იყო. ბერიტაშვილის მოწაფე იყო. სმირნომა მოსკოვიდან აკადემიკოსო რო ჩამოვარდა, გამოგლიჯა ხელიდან, წაიყვანა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ოპერაციებს აკეთებდა. იქ მუშაობდა მედიკო-ბიოლოგических ნაუკ ინსტიტუტში და იმიტომ არ იყო, რასაც ქვია დირექტორი და იმიტომ რომ პარტიული არ იყოს. დროშა აფრიალა კოსმოსში. ჩვენი საქართველოს დროშა, რომელიც რამდენიმე არ იცი თვე თუ დღე ფრიალებდა იქ. იმიტომ რომ ჩემი ძმა კოსმოსში მუშაობს. ჩიტო კალანდაძე 2005 წელს გარდაიცვალა. 86 წლამდე ერთგულად ემსახურებოდა დაავადებულ პაციენტებს. მერე ჯანმრთელობა მომტყუნა, ქვედაკიდური მოიტეხა. თუმცა 2 თვის შემდეგ კვლავ სამსახურის კარეში ახო. ბედმა კიდევ ერთხელ მომტყუნა და იგივე ტრავმა მიიღო უკვე 90 წლის ასაკში. 92 წლის ჩიტო კალანდაძემ გარდაიცვალა. მებრძოლი ქალის, ღვაწმოსილი ექიმისა და ღირსეული დედის მეასე დაბადების დღე შვილებმა რეპრესირებულთა წრეში აღნიშნეს. ტყუის საფასური კიდევ ბევრი პატრიოტისთვის გასროლილ ტყუიას დაითვლის. კიდევ არაერთ ისტორიას მოგითხრობთ და კიდევ ბევრჯერ გააცოცხლებს ბოლშევიკურ სისხლიან ქრონიკებს.